თამაშზე ვართ მოსულები და ადგილებს ვეცებ თან, აგერ თამაშს უყურებ. ეს საქართველოს ბულგარეთი თამაშობს და მიუხედავად ასეთი ცუდი ამინდისა, მატჩამდე 1 საათით ადრე ხალხი მოდის უკვე დინამო სტადიონზე და ელოდება საყვარელი გუნდის თამაშს. დღეს არ შეიძლება არაფრით წაფორხილება, ვინაიდან საქართველოს ნაკრებს დაკარგული ქულაც კი შეიძლება დაუჯდეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის დაკარგვად. ამიტომ ბოლომდე мотиваცია, ბოლომდე შემართება და ჩვენი ნაკრები დიდი იმედი გვაქვს და სურვილი გვაქვს რომ მიაღწევს წარმატებას. თქვენ ვინც უყურებთ ამ თამაშს, ალბათ უკვე იცით შედეგები, მაგრამ ჩვენ ეხლა შევდივართ თამაშზე და მოდი ერთად ნახოთ რა ხდებოდა თამაშზე და რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე. დავიწყოთ ვიდეო, მანამდე გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. მეგობრებო, თან თამაშზე ვართ მოსულები და ადგილებს ვეცებ თან, აგერ თამაშს უყურებ საქართველოს საფრანგეთი კალათბურთის მატჩი, როგორც იცით, ემთხვევა და აქ ვიგებთ. უნდა მოსულიყავით თუ არა ბიჭებთან, რომლებიც წვიმაში და ქარში მზესა და ყველანაირი ამინჩი დგანან ჩვენი გუნდების, ჩვენი ნაკრებების გვერდით. ეხლა წვიმის, მაგრამ დაშლას არც არავინ არაპირებს, რა თქმა უნდა. და ერთად უნდა უქომაგოთ ჩვენს გუნდს, წინ საქართველოს.
არც ეს არ არის პრობლემა. დაიმეც ამბავია, შეიძლება რაღაც მეათედები მოაკლდეს ან დაემატოს. აი ამას ასწორებინებს ერთ-ერთი მსაჯი. ფოტო, ფრედერიკ ფოტო. რა ვიცი. ის დებიუტი რამდენად წარმატებით ჩაითვლება ამ დიდ ნაკრებში, დიდ ტურნირზე მახოთაც კათაში შეეძლება. დავიდა. აბა რა, ბიჭო. მოვიდე. ასე მეგობრებო დასრულდა თამაშები მოვიგეთ ორივეგან საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში დაამარცხა ბულგარეთის 3-0 და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გახდა გამარჯვებული მატჩში სადაც მის გამარჯვებას არც არავინ არ ელოდა სოფლიოში თუ ჩვენ რა თქმა უნდა ველოდით დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები ასეა მეტი ევროპა საქართველოს მეტი ევროპული ტურნირები და ზოგადად ევროპა და მეტი გამარჯვება საქართველოს. ვინც აქამდე მოხვედით და უყურეთ ამ ვიდეოს, დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. შეხვედრამდე.